მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ ერთ-ერთ საკითხზე, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს ბუღალტერიის გაწყვეტის დროს. ხშირად ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა კორესპონდენციით ანგარიშის გატარებების ამოღება, თქვათ თანხების ჯამური თანხების გაგების მიზნით, ან თქვათ პაკეტური კორექტირების მიზნით და ასე შემდეგ. იმისათვის რომ შევძლოთ სხვადასხვა კორესპონდენციით გატარებების მიღება, აუცილებელია რომ ყველა გატარებას ჰქონდეს როგორც დებეტის ანგარიში, ასევე კრედიტის ანგარიში. სტანდარტულ შემთხვევაში თქვათ როგორ შეიძლება მივიღოთ თქვათ დებეტი 1210, ანუ ბანკი და კრედიტი თქვათ დებიტორები. ამისათვის შევდივართ გატარებების სიაში და ფილტრის დახმარებით ვაკეთებთ შესაბამის ანგარიში 1210, კორესპონდენტი ანგარიში თქვათ იწყება 1410-ით. ამ შემთხვევაში სისტემამ დაგვიფილტრა გატარებები და მოგცა ის სია, რომელიც ჩვენ კრიტერიუმს შეესაბამება. თანხა შეადგენს 59 ლარს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ინტერესი დაგვაყოფილებულია, თუმცა შესაძლოა პოტენციურად არსებობდეს პრობლემები. კერძოდ, ამ შემთხვევაში ჩვენთვის დებეტის და კრედიტის მხარის მითითება ფილტრის დახმარებით ვერ ხერხდება. ჩვენ შეგვიძლია უთხრათ ანგარიში და კორესპონდენტი ანგარიში. ხოლო ის თუ დებეტი არის, ეს თუ კრედიტი არის, უნდა მივხვდეთ უკვე შესაბამისად თანხებით. დებეტის მხარეს იქნება ჩანაწერი თუ კრედიტის მხარეს. ეს დიდი სირთულე შეიძლება არც იყოს, უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ცალკეული ტიპის ტრანზაქციებში განვიხილოთ თქვათ საქონლის მიღების ოპერაცია. ამ გატარებაში კორესპონდენტი ანგარიშები ჩვეულებრივ გატარებებს მითითებული აქვთ მთავარი გატარების ანგარიში, ძირითადი გატარების, ხოლო ძირითად გატარებას იმდენად, რამდენადაც ორი შვილი გატარება არის, ასე რომ თქვათ, მასზე მიმაგრებული, არ გააჩნია კორესპონდენტი ანგარიში. შესაბამისად, ჩვენ თუ დაგვჭირდებოდა ისეთი ფილტრი, კორესპონდენციის ფილტრი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა თქვათ თეგეტა მოტორსი, შესაბამისად პროგრამას არ ექნებოდა საშუალება გაეფილტრა ჩვენთვის ასურველი კრიტერიუმით. როგორ მოვიქცეთ ამ გარემოების თავიდან ასარიდებლად? თქვათ, ჩვენ გვსურს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის შესაძლებელი იყოს ნებისმიერი კორესპონდენციით გატარებების სიის გადარჩევა. ამისათვის განვიხილოთ ერთ-ერთი ალტერნატიული გადაწყვეტა, პრაქტიკულად როგორ გამოიყურება, ხოლო შემდეგ როგორ არის ორგანიზებული. გამოვიძახოთ წარმოდგენა, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგ ცხრილს. გადადებულობა, ოპერაციის თარიღი, დებეტის ანგარიში, დებეტის ანგარიშის დასახელება. შესაბამისად, კრედიტის ანგარიში, კრედიტის ანგარიშის დასახელება. თანხა და რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმოდგენის აწყობის ინსტრუმენტის დახმარებით ჩამოვიტანოთ ნებისმიერ ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება თან ახლდეს გატარებას, მაგალითად, კომენტარი, მაგალითად, კურსი, თქვათ, ანალიტიკური ველი, ხარჯვის კატეგორია და ასე შემდეგ. მაგრამ მთავარი ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში არის ჩვენი გატარებების სია იყოს ორგანიზებული ისე, რომ შეგვეძლოს დანახვა თითეული ჩანაწერისთვის რა არის დებეტი და რა არის კრედიტი, შესაბამისად თანხა და რაოდენობა. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, წარმოდგენა გადააწყო ჩვენი სრული სია გატარებების და მოგცა შემდეგი მონაცემები. აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ჩვენი სურვილისამებრ დებეტ კრედიტის გარჩევით უპრობლემოდ მოახდინოთ გაფილტრვა, მაგალითად დებეტი 1210 და ამ შემთხვევაში
დარწმუნებული ვართ, რომ ეს დებეტის მხარე იქნება. თქვათ, მხოლოდ ესე გავფილტროთ და თქვათ კონკრეტული ფილტრი კრედიტის მხარეს, აი თქვათ კონკრეტული ორგანიზაციიდან. რა თანხები არის შემოსული. როგორც ხედავთ, კონკრეტული ორგანიზაციიდან შემოსული არის 10 ლარი. ჩვენ შეგვიძლია უფრო რთული ფილტრაციაც გავაკეთოთ, თქვათ დებეტი 1410 უფრო ზოგადი დავწეროთ 1410 კრედიტი 6000 ან კრედიტი 3300, ანუ DGG-ს თანხები. როგორც ხედავთ, განსხვავებით ორის ბუღალტერიისგან გაცილებით უფრო მეტი მექანიზმები არის იმისათვის, რომ ჩვენ ზუსტად ის კორესპონდენცია ამოვიღოთ, რომელიც ჩვენთვის სასურველი იქნება. ვნახოთ შედეგი. როგორც ხედავთ, სისტემა მოგცა ჩვენი სასურველი გატარებები, შეგვიძლია ვნახოთ სტატისტიკური მონაცემები, შეიძლება უფრო კონკრეტული ფილტრაცია მოვახდინოთ, მაგალითად მხოლოდ ერთ-ერთი ორგანიზაციისათვის, რათა გავიგოთ უფრო დეტალური ინფორმაცია. რაც შეეხებოდა ინფორმაციის იგივე წარმატებით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ მონაცემების პაკეტური კორექტირება. უკვე ჩვენთვის სასურველი სიაზეზე მოქმედებით შეგვიძლია მივახციოთ, რომ ყველა ეს გატარება თქვათ გადავიტანოთ ერთი ორგანიზაციიდან მეორეზე, ან ყველა გატარება შეუცვალოთ კრედიტის ანგარიში, ან თარიღი, ან ნებისმიერი თქვათ ანალიტიკური ველი შეიძლება ხშირად საჭირო იყოს თუ თავის დროზე არ არის მინათითები. ფიქრობ ეს ძირითადად მაინც გავს და ეს ლოგიკა მოდის ორის ბუღალტერიის გატარებების სიის და მათი ფილტრაციის მექანიზმიდან. ჩვენ შევეცადეთ, რომ ერთ ჩანაწერში ყოფილიყო როგორც დებეტის, ასევე კრედიტის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია და ისე როგორც ორის ბუღალტერიაში იყო შესაძლებელი საკმაოდ მოქნილად კორესპონდენციებით გაფილტრა, იგივე შედეგი მიგვიღო ორის მენეჯერში. დამატებით ორის მენეჯერს უფრო ძლიერი ფილტრაციის საშუალებები აქვს, ასევე გრუპირების და სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელიც უკვე ამ სიას გაცილებით უფრო მრავალმხრივად შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მრავალმხრივად მოვახდინოთ მათზე მანიპულირება და მივიღოთ შესაბამისი მონაცემები. მოდით ჩავხედოთ თუ როგორ არის ორგანიზებული და რა ლოგიკას ეფუძნება და რამდენად სწორი არის ეს ლოგიკა, რომლითაც ფორმირდება შესაბამისი სია. ასევე დავვრწმუნდეთ იმაში, რომ დიდი რაოდენობის სიების არსებობის შემთხვევაშიც კი კორექტულად იმუშავებს, ანუ ლოგიკურ ვადებში და სწრაფად მოხდება ჩვენთვის სასურველი ინფორმაციის მიღება. როგორც შეგვიძლია ვნახოთ გატარებების ცხრილიდან ყველა გატარებას აქვს შემდეგი ინფორმაცია. არის თუ არა მთავარი გატარება, რასაც მიუთითებს შესაბამისი ველი და თუ არ არის მთავარი გატარება, მხოლოდ ამ შემთხვევაში გატარებაში არის მითითებული იმ ჩანაწერის ID მნიშვნელობა, რომელზეც არის ის მიბმული. ლოგიკა მუშაობს შემდეგნაირად. ჩვენ თუ უგულებელ ყოფთ ყველა მთავარ გატარებას და მივიღებთ მხოლოდ იმ სიას, რომელიც არ არის მთავარი გატარება, შესაბამისად ჩვენ გვექნება სია, სადაც გვეცოდინება თანხები და გვეცოდინება ორივე როგორც დებეტის, ასევე კრედიტის ანგარიშები.
რამდენადაც მთავარი გატარება ზოგადად უნდა იყოს მითითებული ერთი, ხოლო შვილი გატარებები, ასე რომ ვთქვათ, არამთავარი გატარებები შეიძლება რამოდენიმე იყოს მიერთებული. შესაბამისად, ჩვენ ლოგიკურად გვაქვს დაშლილი თანხა, მაგალითად, DGG-ს გატარების შემთხვევაში ვთქვათ, თუ მთლიანი თანხა მიწოდებული საქონლის იყო 118, DGG 18 და რეალიზაციაში უნდა წავიდეს 100. შესაბამისად, უკვე ჩვენ გვეცოდინება, რომ 100 არის რეალიზაცია კორესპონდენციით 1400-თან, ასევე 18 არის DGG კორესპონდენციით 1400-თან. იმ შემთხვევაში თუ მთავარ გატარებას ავიღებთ, ჩვენ ვერ მივხვდებოდით ვერანაირად 118-დან როგორ მოხდა დაშლა. DGG-ის შემთხვევაში შეიძლება განსხვავებულად კიდეც, მაგრამ სხვა შემთხვევებში, როდესაც ადგილი გვაქვს რთულ გატარებებთან, რომელსაც აქვს ერთი მთავარი და რამოდენიმე არამთავარი გატარება, თანხის დაშლას ვერ მოვახერხებთ. ამიტომ ლოგიკა ამ ეტაპზე ესე მიგვითითებს, რომ უნდა უგულებელყოთ ყველა მთავარი გატარება და გავაგრძელოთ მუშაობა უკვე არამთავარ გატარებებთან, რომელთა თანხობრივი ჯამი, რა თქმა უნდა, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ყველა ტრანზაქცია არის დაბალანსებული და ურად ჩაწერის პრინციპით დამახსოვრებული ბაზაში, შესაბამისად, ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა მივიღოთ სრული ინფორმაცია და ის ფაქტი, რომ ჩვენ მთავარ გატარებებს უგულებელყოფთ, არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგში უკვე ჩვენი მიერ ამოღებული კორესპონდენციები რაიმე გატარებებს არ გაითვალისწინებს ან არასრულად მოგცემს. ვნახოთ კონკრეტულად სისტემაში არსებობს განვიხილოთ წარმოდგენა თუ როგორ არის ორგანიზებული. წარმოდგენა იღებს გატარებების სრულ სიას, მხოლოდ ფილტრავს მას, როგორც უკვე ვთქვით, იღებს მხოლოდ იმ ჩანაწერებს, სადაც მთავარი გატარება არის ნული მნიშვნელობის მქონე. დამატებით ხდება ამოღება იმ ანგარიშის, რომელიც მითითებული არის მთავარ გატარებაში. ანუ ჩვენ კონკრეტულ ჩანაწერში გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ჩანაწერი არის მთავარი გატარების და შესაბამისად ამ ჩანაწერის ანგარიშის ამოღებით უკვე ვიღებთ მოკორესპონდენტო ანგარიშს. დამატებული არის რამოდენიმე სპეციფიკური ველი გატარებების ცხრილში. ესენი არის თანხა, რაოდენობა, დებეტის ანგარიშის ID, კრედიტის ანგარიშის ID, შემდეგ უკვე მოდის თავადეს ანგარიშები, დაკავშირებული ცხრილებიდან და ამ ანგარიშების დასახელებები. კიდევ ხდება რამოდენიმე მოქმედება იმისათვის, რომ სრულყოფილი სია მივიღოთ. კერძოდ, ჩვენ გვიწევს გარჩევა იმისა, ესა თუ ის ანგარიში დებეტის მხარეს არის თუ კრედიტის მხარეს. სტანდარტულად ჩვენ ამის გაგება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩანაწერში არსებობს ანგარიში და რა მითითება იმის შესახებ, ეს დებეტია თუ კრედიტი. ამის მიხედვით შეიძლება მხოლოდ შესაბამისი თანხის მხარის გარჩევით. ანუ თუ დებეტის მხარეს არის თანხა ან რაოდენობა, შესაბამისად ხვდებით, რომ ეს ანგარიში მიეკუთვნება დებეტს, რასაც კორესპონდენციაში გააჩნია კრედიტის ანგარიშის მქონე ჩანაწერი. იმისათვის, რომ ისეთი სახე მიიღოს ცხრილმა, როგორც ჩვენ ეკრანებზეა წარმოდგენილი, საჭიროა რამოდენიმე კორექტირების შეტანა ცხრილში. კერძოდ, ეს კორექტირებები სრულდება ცხრილის ჩატვირთვის მომენტში და გულისხმობს შემდეგს. ვაერთიანებთ დებეტის და კრედიტის თანხებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ატარებს საექსპერიმენტო ხასიათს. სრულფასოვან ვერსიაში კიდევ რამოდენიმე ის იქნება საჭირო ეკვივალენტები და ასე შემდეგ, თუმცა ამ წუთში არსებით მნიშვნელობა არ გააჩნია, მთავარია პრინციპი. როგორც ხედავთ, გავაერთიანეთ თანხის ველში, გადავიტანეთ დებეტის და კრედიტის ჯამი, რაც გულისხმობს, რომ ყველა შემთხვევაში ერთ-ერთ მხარეს უნდა იყოს ნული თანხა. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ აქ იმ თანხას, რაც არის გატარებაში უბრალოდ ვაქცევთ როგორც დებეტს, ასევე კრედიტს ერთ
ველში. იგივე ლოგიკით ვიქცევით რაოდენობებთან მიმართებაში, ხოლო შემდეგ ვაკეთებთ ვანახლებთ აი ეს ბლოკი გამოვყოთ, სადაც დებეტის თანხა არის მეტი 0-ზე ან რაოდენობა არის მეტი 0-ზე. ეს გვაძლევს საშუალებას მივხვდეთ, რომ შესაბამისი გატარება არის დებეტის მქონე. ამ ჩანაწერში ვახდენთ კორექტირებას, რომ დებეტის ანგარიში იქნება ანგარიშის ID, რაც მითითებულია ჩანაწერში, ხოლო კრედიტის ანგარიში იქნება ის ჩამოტანილი მთავარი გატარებიდან ანგარიში, რომელიც ოდნავ ადრე ჩვენ თქვით, რომ წარმოდგენაში ვახერხებთ ამ ინფორმაციის ამოღებას. იგივე ლოგიკა მუშაობს ოღონდ კრედიტთან მიმართებაში, თუ კრედიტის თანხა არის მეტი 0-ზე ან კრედიტის რაოდენობა, ხვდებით, რომ ეს არის კრედიტი. ამ შემთხვევაში კრედიტის ანგარიში იწერება ის ანგარიში, რომელიც მითითებულია თავად ამ ჩანაწერში, ხოლო დებეტის ანგარიში ითითება მთავარი გატარების ანგარიში, რომელიც ამოვიღეთ მთავარი გატარების ჩანაწერიდან. როგორც ხედავთ, ეს მხოლოდ ეს ერთი ბრძანება სრულდება. ამ ბრძანების შესრულება SQL-ისთვის, რა თქმა უნდა, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, შესაბამისად, დროით რაიმენაირად გადატვირთვა ჩვენი პროგრამის არ ხდება. როგორც ვხედავთ, ჩვენ შევძელით მიგვეღო ინფორმაცია თუ დებეტის მხარეს რომელი ანგარიშია, კრედიტის მხარეს რომელი ანგარიშია, შესაბამისად თანხები და რაოდენობები. ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაციის ჩამოტანა, გამოტანა, ასე რომ ვთქვათ, რომელიც საინტერესო იქნება, მაგალითად ოპერაციის იდენტიფიკატორი, მაგალითად კომენტარი, ვალუტა და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია დავrწმუნდეთ ჩვენი ლოგიკის სწორეში თითოეულ ჩანაწერზე ორმაგი დაკლიკებით ჩვენ გავდივართ იმ გატარებაზე, რომლის შვილიც არის ეს ჩანაწერი. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დავrწმუნდეთ, რომ ნამდვილად დებეტი 1410 შპს თქვათ ეს არის დებეტის მხარეს და თანხა არის 7 ლარი, ხოლო მისი მოკორესპონდენტო 5 ლარი უკაცრავად. მისი მოკორესპონდენტო არის 3330 ანგარიში. სხვა შემთხვევაში ეს იქნება თქვათ, აი თქვათ ეს სავარაუდოდ კრედიტის მხარეს იქნება. ანუ თანხა არის კრედიტის მხარეს. უკაცრავად ჩვენ ამ შემთხვევაში ვდგავართ აი ამ გატარებაზე, სადაც კრედიტი არის 1430 ანგარიში ვალდებული პირი, ხოლო დებეტი არის 3110 შპს თეგეტა მოტორსი. თანხა შეადგენს 5 ლარს, რაც მიუთითებს, რომ ანგარიში ვალდებული პირიდან გავიდა 5 ლარი, ხოლო თეგეტა მოტორსმა მიიღო შესაბამისად ის არის დებეტის მხარეს, ხოლო ანგარიში ვალდებული პირი კრედიტის მხარეს. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა ამ ვიდეოში. ვფიქრობ, საინტერესოა საკითხი თავისთავად, რამდენადაც კორესპონდენციით გაფილტრვა ხშირად ხდება საჭირო. შესაძლებელია არსებობდეს სხვა ალტერნატიული უკეთესი გზები, რომელიც უფრო მარტივად და უფრო სწრაფად მოგცემს საშუალებას მოვახდინოთ საჭირო ფილტრაცია კორესპონდენციის და ორადი პრინციპის გამოყენებით. მე წარმოვადგინე ერთ-ერთი ვარიანტი, რომლის სრულყოფა, რა თქმა უნდა, შეიძლება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ის, რაც არის გაკეთებული, ჩემთვის საჭიროების შემთხვევაში სრულყოფილი ინფორმაციის მიღების გარანტიას იძლევა. ნადლუთ ყურადღებისათვის.